რა უნდა ვქნათ ჩაბჟირების დროს? ჩვენ ვართ პედიატრი ძმები. დავით, პირველ რიგში ავხსნათ მშობლებს, რომ ჩაბჟირება შეიძლება განვითარდეს მაშინ, როდესაც ბავშვი განიცდის შიშს, ტკივილს, შეიძლება ეს მოხდეს ემოციური სტრესის დროს ან ტანტრუმების დროს. ამ დროს ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს სილურჯე ან სიფერმკრთალე, სუნთქვის გაჩერება, ცნობიერების კარგვა ან შეიძლება გულყრაც კი. კი, და ყველაზე ხშირი ასაკი არის 1-2 წლის ასაკი, ხოლო 4-დან 8 წლის ასაკის შუალედში, როგორც წესი, სრულად ალაგდება ხოლმე ჩაბჟირების ეპიზოდები და აღარ ემართებათ ბავშვებს. და ეხლა როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს მნიშვნელოვანია. პირველ რიგში მშობლები უნდა დავამშვიდოთ, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს მდგომარეობა საშიშროებას არ წარმოადგენს და უნდა დავადგინოთ თუ რა არის გამომწვევი, შიში, ტანტრუმი, თუ რამე კონკრეტული გამღიზიანებელი, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვთან არ შევიდეთ კონფლიქტში და ავირიდოთ თავიდან ესეთი არასასიამოვნო მდგომარეობები. მწვავე ეპიზოდის დროს ასევე შეგვიძლია, რომ ცივი საფენი დავაფინოთ ბავშვს შუბლის მიდამოში. რამოდენიმე წამიდან რამოდენიმე წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს მდგომარეობა და არ უნდა შეგვეშინდეს, რადგანაც ის თავისით გადაივლის. იშვიათ შემთხვევებში კი შეიძლება ექიმმა დანიშნოს გარკვეული სახის მედიკამენტები, ოღონდ ამას მხოლოდ ექიმი წყვეტს და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს მან გადაწყვეტილება. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენ შვილს თუ ქონია ჩაბჟირება და რითი მართავდით. დროებით.